მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა მცირდება, ის კვლავ მაღალია საქართველოს შესადარის ქვეყნებთან შედარებით, აცხადებს მსოფლიო ბანკი. ამ და სხვა სიახლეებზე გიყვებით რამდენიმე წუთში. 76 მილიონიანი თბილისის სტადიონის ტენდერი ანულირებულია. სატენდერო კომისია მიიჩნევს, რომ მოთხოვნებისა და საკვალიფიკაციო კრიტერიუმების გადახედვის საჭიროებაა. ოქტომბერში ეროვნულმა ბანკმა ბიმაჩ პლატფორმით 167 მილიონი შეისყიდა, 10 თვეში ბაზრიდან $1.8 მილიარდია შეძენილი. Eagle Hills-ის პროექტის გამო მეწარმეთა კანონში ცვლილებები შედის. ინიციატივის თანახმად საჯარო მოხელეებს უფლება მიეცემათ სახელმწიფო მონაწილეობით დაფუძნებული კომპანიების სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდნენ. მოგესალმებით, ეს BMG რეგიონის სამყარო ბიზნეს მედია სააგენტო საქმიანობებს BMG-ის გუნდთან ერთად ნინო ტაბაგაძე წარმოგიდგენთ. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობასა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებით. ამის შესახებ BMG-ის და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისმა განაცხადა, მან საქართველოში არსებული ვითარება და პარტნიორებთან ურთიერთობაზე ისაუბრა. ის ამბობს, რომ კონკრეტულად მსოფლიო ბანკი არ ერევა ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში და სწორედ ამიტომ აგრძელებს საქართველოში პროექტების დაფინანსებას ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ საქართველოს მთავრობასა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობების გაუარესებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. იმ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც თანამშრომლობდნენ საქართველოს მთავრობასთან მისი ეკონომიკის ასაშენებლად, მისი სტაბილურობისა და იმ ძალიან ძლიერ ეკონომიკურ და მაკროეკონომიკურ ვითარებაში ყოფნის მიზნით, რომელშიც ის ამჟამად იმყოფება. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ, როგორც მსოფლიო ბანკს, არ შეგვიძლია ჩავერიოთ ჩვენი მანდატის შესაბამისად ქვეყნის სამართლებრივ და პოლიტიკურ საკითხებში. ჩვენ აქ განვითარებისთვის ვართ და განვითარების საკითხები კვლავ აქტუალური და მნიშვნელოვანია. ჩვენ კვლავ ვზრუნავთ ამ ქვეყნის კონკურენტუნარიანობაზე, მის განვითარებაზე, მის უფრო მეტ მდგრადობაზე და მისი მოსახლეობის კეთილდღეობაზე. ამიტომ ვაგრძელებთ ჩვენი ექსპერტიზის გამოყენებას ანალიტიკური სამუშაოს ჩატარების თვალსაზრისით. ჩვენ კვლავ ვახორციელებთ დაფინანსებას და გავაგრძელებთ ამის გაკეთებას ქართული ხალხის სასარგებლოდ და იმის უზრუნველსაყოფად, რომ არ შემცირდეს განვითარების მიღწევები, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 30 წლის განმავლობაში მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა მცირდება, ის კვლავ მაღალია შესადარის ქვეყნებთან. ეს კიდევ ერთი განცხადება იყო, რომელიც მსოფლიო ბანკის დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში გააკეთა. ღონისძიებაზე საქართველოს მაღალი შემოსავლებისკენ სვლა იმ რეკომენდაციებზეც იყო საუბარი, რაც საქართველოს ჭირდება, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნიდან მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკაზე გადავიდეს. რა რეკომენდაციები აქვს მსოფლიო ბანკს? საშუბაშურმა მოისმინა ეს შეფასებები, რომელსაც ახლა გაგვიზიარებს. Nutsagisment. ინო მოგესალმები. როგორ უნდა გადავიდნენ ქვეყნები საშუალო შემოსავლიდან მაღალ შემოსავლებთან? სწორედ ეს იყო მთავარი თემა, რომელსაც მსოფლიო ბანკის მიერ დღეს გამართული ღონისძიება დაეთმო. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის საქართველოს საერთაშორისო კლასიფიკაციით სწორედ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნად ითვლება, რადგან ერთ სულ მოსახლეზე საქსტატის გათვლებით ქვეყნის შემოსავალი ბოლო მონაცემებით $9,000 აღემატებოდა. როგორც დღევანდელ ღონისძიებაზეც აღინიშნა, მსოფლიო ბანკის ძირითად რეკომენდაციებს შორის არის ამ მიმართულებით მეტი ინვესტიცია ტექნოლოგიების დანერგვა და ინოვაცია, როგორც დღეს ღონისძიებაზე ჩართული მონაწილეები აღნიშნავენ, ბოლო 10 წლებში მხოლოდ 34 ქვეყანამ მოახერხა, რომ საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნიდან უკვე მაღალი შემოსავლების მქონე ეკონომიკად გადაქცეულიყვნენ, რაც მსოფლიო ბანკის გათვლებით იმას ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ქვეყნის შემოსავალი დაახლოებით $13,000 უნდა აღემატებოდეს. სწორედ ამ შემთხვევაში შეიძლება უკვე ჩაითვალოს ქვეყანა მაღალი შემოსავლის მქონე ეკონომიკად. საქართველოს შესანიშნავი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ის ასევე უკიდურესად მდგრადი იყო შოკების მიმართ. ეს ანგარიში განიხილავს თუ რა დასჭირდებათ ქვეყნებს საშუალო შემოსავლიდან მაღალ შემოსავლებზე გადასასვლელად და ძალიან ცოტა ქვეყანამ შეძლო ეს. ბოლო 34 წლის განმავლობაში მხოლოდ 34-მა. არსებობს მთელი რიგი რეკომენდაციები და მოგეხსენებათ, ყველა რეკომენდაცია არ არის შესაფერისი თითოეული ქვეყნისთვის. თუმცა საქართველოს შემთხვევაში ამ ანგარიშში არის რეკომენდაციები
სტატიები ეკონომიკის ძალიან დიდი მოთამაშეების, მოქმედი პირების დისციპლინის შესახებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მოქმედებდნენ თანაბარი პირობებით, რაც სხვა ახალ მოთამაშეებს საშუალებას მისცემთ ბაზარზე შემოვიდნენ. ბევრი რამ არის გასაკეთებელი მეტი და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით. ასევე საუბარია კომპანიების პროდუქტიულობაზე და იმაზე, თუ როგორ გავხადოთ ისინი უფრო მეტად პროდუქტიული. არსებობს რამდენიმე რეკომენდაცია კონკურენტ უნარიანობაზეც და რა არის ძირითადი რამ, რაც უნდა განხორციელდეს მის გასაზრდელად. კიდევ ერთი საკითხია ტალანტი. ყავს თუ არა ნიჭიერი ადამიანები და იზიდავთ თუ არა მათ. ეს პატარა ქვეყანაა, ასე რომ სწორად ანაწილებთ თუ არა ნიჭიერ ადამიანებს. ამ ანგარიშში განხილული ძირითადი ჩარჩო იმაში მდგომარეობს, რომ საშუალო შემოსავლიდან მაღალ შემოსავალზე გადასასვლელად სამი მნიშვნელოვანი კომპონენტია საჭირო: ინვესტიციები, ტექნოლოგიების დანერგვა და ინოვაცია. მნიშვნელოვანია, რომ ამ კომპონენტების სწორი ნაზავი უნდა გქონდეთ. ვფიქრობ, საქართველოს ინვესტიციების მხრივ ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა მეტის გაკეთება შეიძლება ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ამჯერად საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნად ითვლება, რამდენი ინკლუზიური არის არსებული ეკონომიკური ზრდა იმ ფონზე, როდესაც როგორც ვიცით, სიღარიბე და უმუშევრობა შედარებით კვლავ მაღალ ნიშნულად ფიქსირდება ქვეყანაში. ეს კიდევ ერთი კითხვა და საკითხი იყო, რაც ჩვენ დღეს მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან გქონდა სწორედ ეს შეკითხვა. რონალდ პრაისი ამბობს, რომ სხვა ანალოგიური შემოსავლების მქონე ქვეყნებთან შედარებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში შედარებით კვლავ მაღალ დონეზე რჩება როგორც მუშევრობის, ასევე სიღარიბის მაჩვენებელი. სიღარიბის შემცირება ხარისხენი სამუშაო ადგილების შექმნით ხდება. 2018 წელს საქართველოში სამუშაო ძალის მხოლოდ 20%-ს ჰქონდა სამსახური, რომელიც კვირაში 20 საათს ითვალისწინებდა ოფიციალური კონტრაქტით. ეს რიცხვი 2024 წლისთვის 47%-მდე გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი ზრდაა და ეს უაღრესად პოზიტიურია, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა მცირდება, საქართველოში ის კვლავ მაღალია სხვა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებთან შედარებით, ასე რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ხარისხენი სამუშაო ადგილების შესაქმნელად რამდენიმე საკითხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი, ქვეყანაში პროდუქტიულობის გაუმჯობესება. ეს ეხება კონკურენციის გაზრდას, კომპანიების პროდუქტიულობის გაზრდას, რის შედეგადაც იმედია მათ მეტი სამუშაო ადგილი და მეტი ადამიანი დასჭირდებათ. მიწოდების მხრივ, როდესაც საქმე ადამიანებს ეხება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათი უნარების გასაუმჯობესებლად. აქ ვსაუბრობთ პროფესიულ და ციფრულ უნარებზე, რადგან მომსახურება დიდ როლს შეასრულებს ადამიანების სამუშაო ძალაში მოსახვედრად. და ბოლოს გირჩევდით მეტი იმუშაოთ ზრუნვის ეკონომიკაზე, რადგან ამჟამად ქალების მხოლოდ 44% ხვდება სამუშაო ძალაში. ამიტომ ბევრ ადამიანს უკან ვტოვებთ. დღეს ჩვენ გვქონდა ასევე შესაძლებლობა მოგვესმინა თავად კერძო სექტორის შეფასებები, თუ რა არის საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს მაღალი შემოსავლების კატეგორიის ქვეყანაში გადავიდეს. ბიზნესი ამბობს, რომ უმთავრესია მაინც განათლების სწორი რეფორმა და მეტი აქცენტის გაკეთება ინოვაციებზე. თავარი რაც არის, ის რაც ჩვენ აქამდე მოვდიოდით, ის საკმარისი იყო, რომ საშუალო შემოსავლის განვითარებული, ასე ვთქვათ, ქვეყანა ყოფილიყავით, მაგრამ იმისაც რომ გადახვიდე შემდეგ ეტაპზე, ცოტა მეტი რამე გჭირდება. ეს არის განათლებაზე დაფუძნებული ეკონომიკა, რომელიც ხდება ინოვაციების თავარი, ასე ვთქვათ, მამოძრავებელი ძალა. ამ კუთხით მეტი ინვესტიცია განათლებაში და ეს არ არის მხოლოდ ჩაკეტილ სივრცეში ჩადებული ინვესტიცია, არამედ ეს უნდა იყოს ღია სივრცე, იმისაც რომ ჩვენ შემოვიტანოთ თანამედროვე ცოდნა, თანამედროვე ტექნოლოგიები. ქვეყნის გარდაქმნა საშუალო შემოსავლიანიდან მაღალ შემოსავლიან ქვეყანამდე საკმაოდ რთული პროცესია და მგონია რომ აქ ერთ-ერთი გამოსავალი ჩემი პერსპექტივით და ჩემი გამოცდილებით არის ტექნოლოგიები, იმიტომ რომ რეალურად ტექნოლოგიების სფერო და ინდუსტრია არის ის სექტორი, რომელიც არის საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადი და ეს ყველამ ვიცით. ასევე ვისაუბრეთ თქვათ ტვინების გადინებაზე, brain drain-ზე და აქაც ეს საუბრნიშნეთ რომ რამდენი ადამიანი ახალგაზრდა მიდის, რომელიც განსაკუთრებით ტექნოლოგიებშია საქართველოს საზღვრებს გარეთ, ისი მიზეზი ზუსტად ეს არის, რომ ისეთ ქვეყნებში მიდიან, ისეთ კომპანიებში იწყებენ მუშაობას, სადაც ანაზღაურება საკმაოდ მაღალია. როგორც აღინიშნა ბოლო მონაცემებით, საქართველოს შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით $9,000 აღემატება, რითიც ჩვენი ქვეყანა საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების კატეგორიაში ხვდება, თუმცა როგორც აღინიშნა, ამ ფონზე ქვეყანაში შედარებით კვლავ მაღალი რჩება როგორც უმუშევრობის, ასევე სიღარიბის მაჩვენებლები. მადლობა ნუცა, მსოფლიო ბანკის ღონისძიებაზე გაკეთებული შეფასებები ნუცა შუბაშვილმა გაგოცნო. საქმის კურსი ამით დასრულებულია, 15:30 წუთზე ბრუნდებით ეთერში დრო.